პრემიერის, იუსტიციის მინისტრისა და უმცირესობის კამათის ფონზე მიმდინარეობდა ხელისუფლების წევრების, დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა თბილისში. ხმაური იუსტიციის მინისტრის გამოსვლას მოჰყვა, რომელსაც გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდა. ამის შემდეგ კი კამათი უმცირესობის წევრსა და პრემიერ-მინისტრს შორის გაგრძელდა. ამ დროისთვის შეხვედრა გრძელდება, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა და თეა წულუკიანმა დარბაზი უკვე დატოვეს. ნათია გოგსაძე მუშაობს თემაზე. ნათია, რა თემებთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზიები გიორგი ვაშაძეს? დიახ, ვითარება სწორედ მაშინ გამწვავდა, როდესაც სიტყვა ითხოვა გიორგი ვაშაძემ, მან რამდენიმე მწვავე შეკითხვა დაუსვა პრემიერ-მინისტრს, მოგვიანებით კი იუსტიციის მინისტრს. ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა ითხოვა დამატებით სიტყვა და მან მიმართა გიორგი ვაშაძეს და ბრალი დასდო მას და თინა ბოკუჩავას, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელს დაავალეს გარკვეული სამუშაო შესრულება და თეა წულუკიანი ამბობს, რომ ეს იყო უკანონო ქმედება. მოგვიანებით გიორგი ვაშაძემ განმარტა, რომ საქმე ეხებოდა დიპლომატიური პასპორტის მიღებას. როგორც დეპუტატი ამბობს, მას გაურთულდა ეს პროცედურა და აქედან გამომდინარე მან ითხოვა იუსტიციის სახლში დახმარება და ერთ-ერთი თანამშრომელი იუსტიციის სახლის ლაშა ციმაკურიძე თუ არ ვცდები, ეს სახელი და გვარი დაასახელა გიორგი ვაშაძემ. მას შემდეგ, რაც ლაშა ციმაკურიძე დაეხმარა გიორგი ვაშაძეს, ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სამოქალაქო რეესტრის ერთ-ერთ კომპეტენტურ კადრს მიეცით, იყავით რა ოპოზიციაში უკანონო ბრძანება, ხათვი ვერ გაგიტეხათ და თქვენ და ქალბატონ ბოკუჩავას მოგცათ უკანონო პასპორტები. აი ამის მერე მე მომიწია ამ კომპეტენტური კადრის გათავისუფლება. კაცი რომელმაც ეს გააკეთა, ნელაპარაკება სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე. შეწყვიტეთ უკანონო დავალებების მიცემა იუსტიციის სამინისტროს კომპეტენტური კადრებისათვის, რადგან მე ამ კადრებზე დღეს ვაგებ პასუხს, რაც წინა ხელისუფლებას არ გაუკეთებია. მე მივიღე მემკვიდრეობად ეს კადრები, მე მათ პატივს ვცემ და დავიცავ ბოლომდე. შორს ხელები ამ კადრებისგან მიიძლევით უკანონო ბრძანებას. შეიძლება რა, ცოტა შეარჩიეთ თქვენი საუბრის ტონი რა. თქვენ ხართ ის კაცი, ვიძებთ თანამშრომლებთან საუბარსაც. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, უკანონო თქვენ არ მომეცით დიპლომატიური პასპორტი და მართლა არ მინდოდა საქართველოში ხდება მიცის, რომ პასპორტის აღება შეიძლება 15 წუთში და მე გიორგი ვაშაძეს პასპორტის აღება არ შემიძლია თურმე ამ ქვეყანაში. შუამდგომლობა გავხსნე პარლამენტიდან. დიახ, დავრეკე და ვხოვე და პასპორტი მე ერთ-ერთი რამე პრობლემა არ შექმნოდათ და უნამუსოდ ნუ იქცევით მართლა რა და პირდაპირ გეტყვით ერთ რაღაცას რა, ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვით, რომ ის ხალხი ვინც მუშაობს მიხარია და ესაც აკეთებს მუშაობას, რომ შეიძლება აქ არ არის აქ არ არის არა თუ არ არის მაშინ უნდა უთხრათ იმას. კი ბატონო, კი ყველას უთხარით. ძალიან გთხოვთ არის ძალიან გთხოვთ. და ძალიან გთხოვთ, ნუ მემუქრებით რა და ვერც ვერაზოს დამემუქრებით. ბატონო გიორგი, თუ შეიძლება. გასაგებია, შეიძლება ის ძალიან სტრესულ მდგომარეობაშია, მაგრამ პოლიტიკური შეფასების გაკეთების დროს, როდესაც ის პირდაპირ ემუქრება პარლამენტის წევრებს, ეს უკვე მეტყველებს, მე ვფიქრობ, რაღაც ძალიან შემაშფოთებელ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი თეა სამომავლოდ მაინც ეცდება და შეიკავებს თავს ასეთი კომენტარებისგან. მთავრობის ზოგიერთ წევრს ნამდვილად ჭირდება, როგორც ვთქვათ, ბრაზის სპეციალური თერაპიის რაღაცა კურსები, ალბათ სპეციალური ფსიქოლოგ მინისტრის პოსტით არის შემოსაღები და ასევე სასაცილოა, რომ ბატონ გიორგი ვაშაძეს, რომლის დამსახურება რომ საქართველოში 15 წუთში გაიცემა პასპორტი, თურმე მისი პასპორტის აღება სჭირდება გართულებული პროცედურა და მას უკანონოდ აუღია თურმე და აიძულა თურმე თავის ყოფილი თანამშრომელი რომ მისთვის გაეცა პასპორტი. ძალიან შვიდად და კარგად მიმდინარეობდა, თქვენ ყველამ კარგად ნახეთ. პრემიერის წასვლის შემდეგ უმცირესობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ცადა რაღაც შოულ სტილში გადაეყვანა, მაგრამ მე მგონი მალე დაშოშმინდა ყველაფერი და როგორც ხედავთ, ახლა მშვიდობით მიმდინარეობს. როგორც ჩანს, იუსტიციის მინისტრს ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია, რაც შეახსენა ბატონ ვაშაძეს. ძალიან უხერხულია, როდესაც ამ ფორმატს, როდესაც არასამთავრობო სექტორი ასდღიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს, ნაციონალური მოძრაობა იყენებს როგორც პოლიტიკურ ტრიბუნას, ეს უხერხულია. თუნდაც საპარლამენტო უმცირესობის იმ წევრისგან, რომელმაც რამდენიმე საათში მიიღო გადაწყვეტილება და ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. ამით დაგვამახსოვრა მაშინ ბატონმა ვაშაძემ თავი, ასე რომ ეს გაცილებით უფრო მძიმე თემაა პირადად ჩემთვის, ვიდრე ეს პასპორტის საკითხი. ვაშაძე თვითონ ამბობს, რომ პოლიტიკურ განცხადებებს სწორედ წულუკიანი აკეთებს და ემუქრება ნაცმოძრაობას. და ეშინია მერე თეა წულუკიანის ნაცმოძრაობას, ხო ამბობენ რომ არ ეშინიათ.
წულუკიანისა და ვაშაძის დაპირისპირებამდე ერთგვარი დებატები და დისკუსია გაიმართა ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი ვაშაძეს შორის. უმცირესობის დეპუტატი საუბრობდა საგარეო ორიენტაციაზე, რომელიც საეჭვოა საქართველოსთვის და გიორგი ვაშაძეს ამდა შეკითხვებს, რომ დასავლურ ორიენტაციას ექმნება საფრთხე. მან მოიყვანა რამდენიმე მაგალითი, სომხეთში გაკეთებული განცხადებები, რკინიგზის თემაც. გარდა ამისა, უმცირესობის წევრი საუბრობდა საჯარო სამსახურში მოხელეთა დათხოვაზე. ამ თემებზე მან მოგვიანებით პასუხი პრემიერ-მინისტრისგან მიიღო. პრობლემებს და ხარისხებს, რომელიც არის ახალი ხელისუფლების მმართველობის დროს სწორედ ამაში თვითმმართველობთან დაკავშირებით განვითარებულ პრობლემებზე, მე აღარ ვისაუბრებ იმ ციფრებზე, რაც თავისუფლდება რა მოხდა თვითმმართველობაში, ფაქტობრივად ძალადობრივად შეცვლა ადგილობრივ თვითმმართველობაში ხელისუფლების. ჩემი აზრით, ნამდვილად დემოკრატია ის არის, როცა კონკრეტული არჩევნები განსაზღვრავს თუ უნდა ვილდაოს ადგილობრივ თვითმმართველობაში და ვილდაოს ცენტრალურ ხელისუფლებაში მმართველობაში. მე არ მოცულს კურტარიზის განცხადება, რომელსაც იგივე პრობლემა არის შემთხვევაში. ერთი შეფრთხილება, მეორე შეფრთხილება, მესამე შეფრთხილება კურტარიზესთან დაკავშირებით, რომელიც გამოუცემელია. და ამან ვიყარა, იქამდე დღესაც მეუბნება ეს ადამიანი, რომ ქუჩაში გავდაყარეს. მე ზოგი პრობლემა ველი თავად და გავუსვისო ამ ადამიანებს და ასე შემდეგ. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ამათ ვერ მოხდა და მოკლედ დროის მანძილზე, რომ არასამთავრობო სექტორსაც ესაუბრა იმ ნეპოტიზმის ფაქტებზე, რაც დღეს არის საჯარო სექტორში. ძალიან სამწუხაროა, არა ცხოველით, არა მისი გამოსვლებებით სპარტის სამსახურში არის. არამედ გარკვეულწილად შეიძლება ზოგჯერ პოლიტიკური ან კიდევ ნათესაობრივი კავშირის გამო. მე ვისაუბრებ თქვენს გასაგებად, რატომღია გუშინში, როცა თქვენ თქვით, რომ არ შეიძლება ქუჩაში ძალადობის დაშვება და მე იმედი მაქვს, რომ ამ განცხადების შემდეგ იქნება კონკრეტული შეტყობინებები სახელმწიფოს მხრიდან, რომ ქუჩაში ძალადობა არ დაუშვათ. რომ არა მარტო შეშორს, არამედ კონკრეტულ ჩვეულებრივ ადამიანებს შორის ეს ძალადობა არ გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში. სამი განმავლობაში ისი გაკეთება შეიძლება იმ ეპიდემიის პროცესზე, რომელიც ჩვენ გავიღეთ, შეიძლება გაკეთება მაქსიმუმად. ძალიან პატარა მცირე გადასტურები იყო, ამ დაჭ არ შეიძლება ყოფილიყო ის უნდა პოლიციის მედიაში, შეიძლება შეიძლება რაღაც პროკურორობა, ანიმეტურობა, მაგრამ არ შეიძლება გაკეთება რაც ქონდა. თქვენ ხონდა პოლიცია, როგორი პოლიცია ხონდა, კარგი გაიცემა. კარგია, მაგარი იყო. ძალიან კარგია, მაგრამ უნდა დაიწყო. ჩვენ როგორი მომენტია ვიდეო და აქტივობა და სამთში ამოდის გაკეთება. შეუძლებელი იყო რა ხდებოდა თქვენ დროს. ის უმალადეები თქვენ ციტარებს, უნდა ისე გამოსდა და უფრო გაგიოდა ეფექტური იყო თქვენსა და განვითარებაში. სამოქალაქო სექტორის ფუნქცია ძალიან სასურველია, რომ კიდევ უფრო კარგავდეს და გაიზარდეს და გაფართოვდეს მესამე სამეურნეო, რომ უფრო პარტნიორები წარმოგვიდგეს სამოქალაქო საზოგადოების ნებისმიერი რაოდენობა ფეში ორჯერაც იმენ ზარავალო ჩვენ ესეთი გასაშებები გავაკეთეთ და როგორ დავაგროვოთ სამშობლო როგორ კიდევ მოუწევთ პოზიციას რომ გახდნენ კონსტრუქციები გახდნენ რამე მათი კონსტრუქციები ძალიან ძაღლება უმრავლესობა და ძალიან ძაღლება საზოგადოების განვითარება ძალიან ინფორმაციას როდის თქვენ ცხოვრობთ ეს საერთოდ ამ დებატებამდე კი დისკუსიაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისი ორგანიზებითაც ხდება დღევანდელი შეხვედრა. ისინი დაინტერესდნენ მთავრობის ზოგადი გეგმებით, მათ ერთგვარად 100 დღიანი მუშაობა შეაფასეს მთავრობის, გარდა ამისა კონკრეტული შეკითხვები დასვეს თვითმმართველობებთან დაკავშირებით, პოლიტპატიმრებთან, შერჩევით სამართალთან და ზოგადად როგორი პოლიტიკა ექნება ხელისუფლებას ნებისმიერ სფეროსთან მიმართებაში. ყველა ამ თემაზეც პასუხი დღეს არასამთავრობოებმა პრემიერისგან მიიღეს. მოსვლის დღიდან დაირღვა ბალანსი საკანონმდებლო, საშემსრულებლო და სასამართლო სისტემებს შორის იმ კანონმდებლობით, რომელიც განახორციელეს წინა ხელისუფლების პირობებში 2004 წლის თებერვალში, როდესაც პრეზიდენტს მისცეს მიანიჭეს კანონით პრაქტიკულად დიქტატორული კანონი შემოიღოს, პრეზიდენტს აქვს ყველაფრის უფლება და პრაქტიკულად პარლამენტმა დაკარგა თავისი როლი. მინისტრიაზე შევაჩერე ყურადღებას და აბსოლუტურად არ ჩავრებული ვარ და არც უნდა ჩავრებული ხარ. მე ვცდილობდი შინაგან საქმეთა მინისტრისა და პარლამენტის შეთანხმებულ ქმედებებში ყოფილიყო უფრო მეტი, როგორც გამოვიდა, ისეთი გამოვიდა, კითხვები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ძირითადად მე ვფიქრობ, რომ ძირითადად აბსოლუტური უმრავლესობა პატიმრების საზოგადოება დარწმუნებულია ვარ მეც, რომ ისინი უსამართლოდ იხდიდნენ და აუცილებელი იყო ამ რეფორმის გატარება, ამ ამინისტრის გატარება და უხარვეზო
ვერ იქნებოდა ესეთი სისწრაფე და სისწრაფე იყო ძირითადი მიზეზი ალბათ, რომ თვითოული პიროვნება ცალკე ვერ განიხილეს. ამას დასჭირდებოდა ძალიან დიდი დრო, თქვენ კარგად იცით, მეორე მხრიდან იყო ძალიან დიდი მოუთმენლობა და ამ მოუთმენლობას ჰქონდა საფუძველი, მაგრამ მე თვითონ ძალიან დიდი ოჭი მაქვს, რომ იდეალურად ეს პროცესი არ განხორციელებულა ადგილობრივ თვითმმართველობაში განვითარებულ მოვლენებზე. ჩემი პოზიცია იყო თავში, რომ არ ჩავრეულიყავით საერთოდ და არ შევხებოდით და ყოფილიყვნენ ძველი გამგებლები და ეს უკეთესიც იქნებოდა ჩვენთვის. რამდენადაც პასუხისმგებლობა მართველი გუნდი ძალიან დიდია და პასუხისმგებლობის ნაწილი დარჩენილი იყო ადგილობრივ თვითმმართველობებზე. დამარწმუნეს მოკლე დროის შემდგომ, რომ ეს ესე თვითნებური განვითარება უარეს გაუზ გამოიწვევდა, თითქოს შეეცადნენ იქ ჩარეულიყვნენ კოალიციიდან შემდგარი რამდენიმე კაცი, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ უბადრუგი შემთხვევები იყო ჩარევისას თუგნებავთ. რა თქმა უნდა, არ იწევს ჩემს კმაყოფილებას და ჩვენი გუნდის კმაყოფილებას მოვლენების ასე განვითარება. ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებელი პრაქტიკულად საქართველოში არ არსებობდა და ეს იყო მკაცრი ვერტიკალი ზემოდან და იმართებოდა. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახლდათ ეს, შესაბამისად ადგილებზე, რაიონებში და რეგიონებში შეეცვალათ ის გამგებლები არსებული და მათი როლი თავის თავზე აეღოთ, შეიძლებოდა თუ არა ამ პროცესების უკეთ განვითარება. მე პასუხი არ მაქვს. დღესაც რომ დაწყებულიყო, მე ვფიქრობ, რომ ოდნავ უარესად, ოდნავ უკეთესად შეიძლება განვითარებულიყო. რამე თუ შემდგომი პრობლემა არსებობს ესეთი, რომ ერთადერთი რეალური ოჯახის რჩენის საშუალება არსებობდა საჯარო სამსახურში, ეს იყო ძალიან პოპულარული, ზეპოპულარული იყო, ზეპოპულარიზაცია და უმუშევრობის ესეთი რაოდენობა კიდევ უფრო პრესტიჟულს ხდიდა საჯარო სამსახურს და რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი იყო მსურველი, რომ მოსულიყვნენ და ძალიან ხშირად მიიწერდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლობას, ისინი არ წარმოადგენდნენ ქართულ ოცნებას, მემოხს კოალიცია, ჩვენი წარმომადგენლები არ იყვნენ და ამის სამტკიცად თუგნებავთ, ნახეთ რამდენად განვითარდა თუგნებავთ რეგიონებში ახალი პარტიის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რეგიონალური წარმომადგენლების დაფუძნება. რაც მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის შეცვლის, გამგებლების თუ საკრებულოების თავმჯდომარეობის პროცესში, დღევანდელი ჩვენი სიმწიფის პირობებში ის მემკვიდრეობა, რაც ჩვენ მივიღეთ 20 წლის განმავლობაში, მე 9 წელზე აღარ გავჩერდები. მე ვფიქრობ, რომ ობიექტური ხელისუფლების ზედა ეშალონების ცვლილებებმა არ უნდა გამოიწვიოს საჯარო სამსახურების თანამშრომლების დიდი რაოდენობის ცვლილება, სტაბილური ნაწილი უნდა რჩებოდეს, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ კონკურსის წესით უნდა ხდებოდეს ძირითადად შერჩევა ახალი თანამშრომლების. მე ერთ-ერთ ჩემს პრესკონფერენციაზე ამაზე გავაკეთე გამოსვლა და ჟურნალისტებმა სწორედ ვერ გამიგეს, თითქოს მე ვახალისებდი იმას, რომ საქართველოში ხშირად ნაცნობობით ხდება მიღება. რა თქმა უნდა, მე ამის ახალისების სურვილი არ მაქვს და დღესაც ვაცხადებ, რომ კონკურსი უნდა იყოს ძირითადი, მაგრამ იქ მე ხაზი გავუსვა და დღესაც შემიძლია გამიმეორო, რომ ჩვენი საზოგადოების სიმწიფე და განვითარება ამას ნელ-ნელა უფრო დახვეწილს და აუცილებელს გახდის. სირცხვილია ის, რაც ხდებოდა და როგორც ექცეოდნენ ჩვენს კონსტიტუციას. ეს არის სირცხვილი. როგორ ხდებოდა ზემოდან თუგნებავთ, ჩემ შემთხვევაში იმის სანაცვლოდ, რომ უსამართლოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა უკან დაებრუნებინა და სასამართლოს სახით კონსტიტუცია ყირაზე დააყენეს. ეს არის სირცხვილი და უპრეცედენტო შემთხვევა. დღევანდელ შეხვედრას პრემიერთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ძირითადად ძალოვანი გუნდის წევრები, იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მთავარი პროკურორი და კოტე კუბლაშვილი, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ. ანგარიში დღეს მათაც გააკეთეს არასამთავრობო სექტორთან, აქაც რამდენიმე თემა იყო გამოკვეთილი, თუ რა ხდება საჯარო სამსახურებში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ კონკრეტული თემებით, რომელიც უკავშირდება თენგიზ გუნავას, ბექა გოჩიაშვილის დაკითხვებს. მე როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ამ მთავრობის წარმომადგენელი ვერ ხვდები, რას ნიშნავს ზოგადად ის აზრი, რაც აქ განვითარდა. კერძოდ რა არ მესმის. თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რეფორმა კარგია და ამაზე არა მხოლოდ საიათან ხდება, არამედ თავად ვენეციის კომისია და ყველა მისი ხელმძღვანელი, მაშინ თუკი შემოგვაქვს ჩვენ ახალი და კარგი მოდელი, რატომ უნდა დავტოვოთ ძალაში ის წევრები, რომლებიც ცუდი მოდელით არიან შერჩეულები. მე როგორც ამ მთავრობის წევრი ამას არასოდეს მხარს არ დავუჭერ. ბრიტანეთის საქმის, ბრიტანეთის სემის პაქტს, ბრიტანეთის მიერ ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლის სემის პაქტს, ამას დაკავშირებით მე თავად პროკურორი დეტალურად მოგახსენებთ, მაგრამ მე მინდა ორი სიტყვით თქვა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ჩემი ინფორმაციით დაიკითხა დაზარალებული, რომელმაც
უარყო მსგავსი ფაქტი და მან თქვა რომ ეს ყველა პირადი გარჩევა. მე დავავალე ჩვენი სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რომელმაც დაასრულა სამსახურების შემოწმება თენგიზ გონებას დაკავების თაობაზე. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე მინისტრმა ან მე მივიღე გაწყვეტილება დაკავების თაობაზე გავათავისუფლე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 6 თანამშრომელი. ამავე საკითხზე როგორც მოგახსენეთ აწარმოებს გამოძიებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და დასკვნის გამოძიების დასკვნის საბოლოო დეტალები ალბათ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. როჩიაშვილის დაკითხვის დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს მე მინდა აქვე კიდევ ერთხელ დავადასტურო რომ ჩემი დავალებით ასევე გენერალური ინსპექციამ შეისწავლა აღნიშნული საკითხი და არ დადასტურდა რაიმე ძალადობა. შეხვედრა იყო არასამთავრობოებთან, თავისთავად ჯანსაღი და კარგი პროცესია. მათ აღნიშნეს ის პოზიტივები, რაც მათი თვალსაჩინარიდან დაინახეს, ასევე გამოხატეს გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები. გასაკვირველია, გარკვეული კრიტიკულ მოსაზრებებს ვიზიარებთ. მეტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით შესაძლებელია გადადგმული იქნეს ნაბიჯები ჩვენი მხრიდან. საქმეები, რომელთა გამოძიებას საზოგადოება მომეტებულად მოელის, უფრო მეტი სისწრაფით უნდა განვახორციელოთ, აი ეს თუ შეიძლება ითქვას კრიტიკული ნაწილი, რომელსაც ჩვენ გონივრულად და გამართულად მევიჩნევთ. დღევანდელი შეხვედრის მთავარი ორგანიზატორები არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი ტიპის შეხვედრები და ამ ფორმატში თანამშრომლობა გაგრძელდება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, თუკი მთავრობასაც ექნება შემხვედრი წინადადებები. თვითმმართველობები და ასევე ცალკეული დაპატიმრებების შემთხვევები იყო მართლაც ყველაზე დიდი კრიტიკის ობიექტი ჩვენი მხრიდან. ძალიან კარგია რომ უშუალოდ პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე იუსტიციის მინისტრმა მოისმინეს და მთავარმა პროკურორმა და ჩვენ მივიღეთ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული მათი პოზიციები და მოსაზრებები. თვითმმართველობებთან დაკავშირებით ჩემთვის ძალიან მისაღები იყო ის რომ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ მისთვის მიუღებელია მსგავსი ტიპის პრაქტიკა თვითმმართველობებში და რომ თვითონაც შეწუხებულია იმ ფაქტით, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებმაც უფრო მეტად მობილიზებულები უნდა იყვნენ და უფრო დიდი მეტად გააკეთონ პრევენცია იმ ძალადობრივი ქმედებების, რაც მიმდინარეობს. ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა, რაც ამ 100 დღის განმავლობაში დაგროვდა დღეს გაჟღერებული იქნა. პირველ რიგში ხაზგასმით აღსანიშნავია ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენები. და იქ ძალიან ბევრი დანაშაულის ფაქტის შემცველი ქმედება, რომ დღემდე გამოუძიებელია და რეაგირების არ მოხდენა, სათანადო რეაგირების არ მოხდენა, გარკვეულწილად შეიძლება წარმახასიათებელ ფაქტორებად შეიძლება განხილულ იქნეს. მთავრობის 100 დღე ანგარიში არასამთავრობო სექტორს კონფერენცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამ ფორუმს ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებით. სულ ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდი აცხადებს, რომ ამ ტიპის თანამშრომლობა მათთვის მისაღებია და აღმასრულებელი ხელისუფლება თუკი ამ ტრადიციას დაამკვიდრებს, ეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.